როგორ მოვედით აქედან აქამდე? გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. წარმოიდგინეთ, პერუში ამოიფრქვა ვულკანი და ამან დახოცა ყოველი მესამე ადამიანი რუსეთში. თითქმის 13000 კილომეტრია დაშორება და რუსეთის მესამედი მოკვდა. რამდენი ხნის წინ დაიწყო იცით კაცობრიობამ მიწათმოქმედება? ანუ როდის დავამოყამეთ რომ თუ ნაყოფის თესლს დარგავ, იქედან რომ რაღაც ამოვა. და თუ შეგიძლია ეგ დაგეგმო ისე რომ მოსავლის რაოდენობაც განსაზღვრო. არაფერი განსაკუთრებული, ხო, ეს ყველა მევაღე მიცის და ჩვენმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მიწათმოქმედება, როცა პირველად დაამოყამეს, ამან ყველაფერი შეცვალა. მომთაბარეობიდან ადამიანი გადავიდა მიწათმოქმედებაზე. ანუ შესაძლებელი გახდა რომ ადამიანი დაფუძნებულიყო ერთ ადგილზე. იქ აეშენებინა სახლი, გაეჩინა შვილები და გამრავლებულიყო ასე ბედნიერად. ბევრად უფრო უსაფრთხოც იყო, როცა ერთ ადგილზე ხარ დაფუძნებული და ყველანაირ პოზიტივთან განვითარებასთან ასოცირდებოდა. და ეს პირველად მოხდა დაახლოებით 10-12000 წლის წინ. ანუ ახლა თუ არის 2025 წელი, ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მე-10 საუკუნეში. ახლა პლუს 2025-ია და ამას უნდა დავუმატო მინუს 10000 დაახლოებით. სხვათა შორის თუ არიცით, საქართველო აღიარებულია ღვინის უძველეს ცენტრად. ჩვენთან ნაპოვნი ღვინო არის მსოფლიოში უძველესი, დაახლოებით 8000 წლის წინანდელია, ქვევრის ღვინო. ასევე თუ არიცოდით, საქართველო ღვინის სამშობლოებასთან ერთად არის ხორბლის სამშობლოც. ხორბლის უძველესი კერაც არის საქართველო. დაახლოებით 7000 წლის ისტორია აქვს. მოკლედ 7000 წლის წინ საქართველოში ღვინო და ხორბალი ჰქონდა. ანუ ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 5000 წლის წინ. და კიდევ ერთი mind-blow ამბავია, რომ სოფლიოში არსებული ხორბლის უდიდესი წილი ქართული ჯიშების ხორბლისგან მომდინარეობს საერთოდ. ამ ვიდეოში ვაპირებ ზოგადად ძალიან ბევრი mind-blow რამე გითხრათ. გეტყვით ძალიან კარგმა ადამიანებმა რამხელა წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ახლა ჩვენ საკვები გვაქვს. ასევე გეტყვით, არც ისე კარგმა ადამიანებმა ამაში რამხელაზე შეუშალეს ხელი. თუმცა მინდა რომ ამ ვიდეოს მთავარი სათქმელი მაინც იყოს ის, რომ 12000 წლის წინ კაცობრიობა დაამოყამა როგორ მუშაობს თესლი, თორსა დარგავ რომ ამოდის. მაქედან როგორ მოვედით მსოფლიო თესლის ბანკამდე. ეს არის მსოფლიოს თესლის ბანკი. ეს შენობა მდებარეობს ნორვეგიაში საკმაოდ ცივ და კლდოვან ადგილას. მიზანია დედამიწაზე არსებული ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის თესლის დაცვა. კლიმატური ცვლილებებისგან, ომებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისგან და ყველაფრისგან ამათ შეიძლება ეს თესლები გაანადგუროს. ან სადმე რამე მოხდეს და იქაური ენდემური რამე ამოწყდეს. ამისგან იცავს ეს თესლის ბანკი. ეს თესლის ბანკი მიწაში გაჭრილია 120 მეტრ სიღრმეზე. შიგნით მუდმივი ტემპერატურაა -18 გრადუსი. იქაური სიცივეც უწყობს ხელს, თუმცა კიდე ხელოვნურადაც არის ეს დაფიქსირებული. აქ არის დაახლოებით 4,5 მილიონი თესლი და თუ სწორად გავიგეთ, თითოეულ პაკეტში არის 500 ერთეული. ანუ რაღაცა ჯიშს რომ ინახავენ, იმ ჯიშის თესლის 500 კარგი ერთეულია შენახული. და საბოლოო ჯამში რომ შევახსოვთ, მილიონზე მეტი ნიმუშია 100-ზე მეტი ქვეყნიდან. და ქართული უნიკალური ხორბლის ჯიშებიც არის ზანდური და დიკა. ეს არის ახლა რაც გვაქვს, ასე ვთქვათ, განძი მთელს პლანეტას. მაგრამ 12000 წლის წინ რომ დაიწყო ადამიანმა მიწაში ენერგიის შარგვა და თესლის და იქიდან მცენარეების ამოსვლა, ეს ყველაფერი ამ თესლის ბანკამდე სანამ მოვიდოდა, მანამდე ძალიან დიდი და საინტერესო გზა განვლო და ამ გზაში საქართველოს დიდი დოზით ფიგურირებს. ჩვენი გენიოსი სტალინის ფიგურირებს და მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ თქვენი ცხოვრება რაღაცნაირად თითქოს შეიცვლება. ცოტა სხვანაირად იფიქრებთ ხოლმე რაღაც საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ჩემი ამბიცია და ნახოთ რამდენად გამომივა. თქვენ ვიდეოს ლაიქი და არხის გამოწერა შეგიძლიათ ბოლოსთვის მოიტოვოთ. ახლა მაინც ჯერ არაფერი მithქვამს და წინ ისეთ რაღაცებს გეტყვით, ლაიქი და გაზიარება და ეგეთი რაღაცები არ დაგავიწყდებათ, მე ესე ვფიქრობ. ამბიცია გამოვამჟღავნეთ. ისე მაინც რომ წარმოიდგინოთ 12000 წლის წინ რომ იყოთ ახლა და მომთაბარე ხართ. დადიხართ აქეთ-იქეთ ტომთან ერთად ან რაღაც რაოდენობის ხალხთან ერთად და თქვენ დაამოღამით რომ რაღაცა ჩაფლით მიწაში, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ იქიდან მცენარე ამოვიდა და მიხვდით რომ ეს თქვენი ჩარგული მცენარის ნაწილია. და მაგან გამოიწვია. და ცდილობთ რომ ეს ყველაფერი შემდეგ წუხებს აუხსნათ და იმათაც დაგიჯერო. ხო, საინტერესო პროცესი იქნება რა, გენიოსი უნდა იყოთ რომ პირველი თქვენ იყოთ ვინც მაგას მიხვდება. და ძალიან საინტერესო რამე უნდა გითხრათ უცებ. როგორც იცით, ჩემი არხის მეგობარი კომპანია არის Selfie. და როცა საინტერესო შეთავაზებები აქვთ, მაგათ გეუბნებით ხოლმე და ეგეთი თითქმის სულ არის. ახლა არის ასეთი ამბავი. Selfie-ის აპლიკაციაში თუ ლოიალობის პლატფორმაზე გადახვალ, ამოხდება ბორბალი, რომლის დატრიალების შემდეგაც რაღაც განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებ. ხშირად ეს არის უფასო გიგაბაიტები, წუთები ან სხვა მსგავსი რაღაცები. საჩუქრების ბორბალის დატრიალება შეგიძლიათ კვირაში ერთხელ. და Selfie-ის მომხმარებელი თუ ხართ, აუცილებლად შედით და დაატრიალეთ. და შემდეგ ერთი კვირის შემდეგ კიდე დაატრიალეთ და უფასო საჩუქრები თქვენი იქნება.
მიწათმოქმედების მთავარი პლუსი არის, რომ პირველად გახდა კაცობრიობის ისტორიაში მომავალზე ფიქრი რეალური, საჭირო და საფრიანი და გამოსადეგი. თუ მომთაბარე იყავი, მომავალზე ფიქრს დიდი აზრი არ ჰქონდა. უფრო სხვა რაღაცებზე იყავი დამოკიდებული. მაგრამ ახლა მოდი ცოტა საუკუნეებს გადავახტით. თელს დედამიწაზე როცა მიწათმოქმედება უკვე დომინანტური ცხოვრების სტილი გახდა, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც შეიძლება მოხდეს? ყველაზე დიდი პრობლემა არის გვალვა. გაზაფხულზე რგავთ ნერგებს, გაზაფხული ულით, შემოდგომაზე მოიმკით, აბინაურით და მთელი ზამთარი ამით ირჩენთ თავს. მაგრამ რა ხდება მაშინ თუ გაზაფხულზე ან ზაფხულზე მოვიდა დიდი გვალვა და ყველაფერი გაგიხმათ იმის გამო რომ საკმარისი წყალი ვერ მიიღო თქვენმა მცენარეებმა. ამ შემთხვევაში თქვენი ზამთარი არის შიმშილით ახსავსე. ვაჭრობაც თუ არ არის საკმარისად განვითარებული, ან განვითარებული თუა ახლო-მახლო რეგიონებზე და იმ ახლო-მახლო რეგიონებსაც იგივე ბედი ეწევა, საჭმელი ხდება დეფიციტური და იწყება შიმშილი. მაგალითად, მე-19 საუკუნეში ერთ-ერთი დიდი გვალვის დროს, მხოლოდ ჩინეთში 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილით. 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილით. კიდევ ერთხელ გაიაზრეთ. თან ეს ჩინეთი ამხელა იყო ყოველთვის. სამოქალაქო ომებში უკდებოდათ 100 მილიონი ადამიანი ხო. ეს ჩინეთში, მაგრამ მე-19 საუკუნეში კიდევ ძალიან ბევრ ქვეყანაში მოხდა გვალვის გამო შიმშილობები. იმ 12000 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის შიმშილობა გახდა ადამიანების თამდევი ტრაგიკული ლაქა და გვალვასთან ბრძოლა კიდე გახდა ლოცვის და რაღაცა საკრალური ამბავი გახდა. თუ წვიმა არ მოდიოდა, ადამიანები ფიქრობდნენ რომ ღმერთი მათ სჯის, ამ ევროპაში და ცოტა ქრისტიანულ გარემოცვაში ეგრე იყო, ცოტა სხვაგან სადაც შამანიზმი იყო, მაგალითად, შამანი მიტოც ეკავდა რომ ღმერთს წვიმა გამოეშვა და წვიმა გახდა ღმერთის მადლი და გვალვა გახდა ღმერთის სასჯელი. ეს წვიმა კიდე ბევრი თუ მოვიდოდა, წყალდიდობა იქნებოდა ან დაიტოვებოდა რამე, მაინც სასჯელი იყო. ამიტომ ეს კარგი შხაპუნა წვიმა იყო ხოლმე საჭირო. ახლა სანამ გავაგრძელებთ ვიდეოს, მანამდე გეტყვით, რომ ახლა მაგალითად რა კატები და ძაღლებიც არსებობს, დაახლოებით 200 წლის წინ არც ერთი არ არსებობდა. ყველა ბოლო პერიოდში გამოყვანილი გენეტიკური ჩარევების შედეგად. დაახლოებით 200 წლის წინ არ არსებობდა იმ პროდუქტების უმეტესობა, რომელსაც ახლა ჩვენ მივირთმევთ და თუ არსებობდა კიდე, ახლა დააკვირდით კარგად როგორი სახით. ეს სრული მანიბლოვა. ეს შეგიძლიათ თქვენს მეგობარს უთხრათ და დიდი ალბათობით არ დაგიჯერებთ, რომ ეს სცენარები, რასაც ახლა ყოველდღიურობაში ვიყენებთ, მაგალითად 200 წლის წინ საერთოდ სხვანაირი იყო და როგორი იყო ეს სხვანაირი. სანამ კიდევ უფრო მიუახლოვდებით ჩვენი ვიდეოს მთავარ სათქმელს, მანამდე გეტყვით, რომ ჩემი არხის მთავარი პარტნიორი გახდა საქართველოს ბანკი. და მინდა ჩემი სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. სხვა იუთუბერების სახელითაც მადლობა, სხვების სპონსორებიც გახსნენ და იმიტომ. და ასევე საერთო კომუნიტის სახელით. ძელოდიან ურთიერთობაზეა ეს ყველაფერი გათვლილი, რაც ნიშნავს ჩვენი სფეროს კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადასვლას. თან განათლებაში საქართველოს ბანკი ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რაც მე კიდევ უფრო მახარებს, რადგან ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გავაკეთოთ ერთად. ახლა დავიწყეთ თანამშრომლობა, თუმცა მე და კიდე სხვა იუთუბერები ჟინი რა მაგარი რამეა მაგის ვიდეორგლოში გავიჩითით. ჟინის შესაძლებლობები უსაზღვრო. ჟინი ყოველთვის იგებს. ახლა დავსვათ კითხვა. შესაძლებელია თუ არა მიწათმოქმედება გახდეს ისეთივე ზუსტი მეცნიერება, როგორიცაა მაგალითად მათემატიკა. 1960-იან წლებში დღევანდელი ჩეხეთის და მაშინდელი ავსტრიის იმპერიის ტერიტორიაზე იყო ერთი ჩვეულებრივი ბერი გრეგორ მენდელი. ეს კაცი მონასტრის ეზოში ზრდიდა ბარდას. თან მასწავლებლად მუშაობდა, განათლება ჰქონდა ფიზიკაში და მათემატიკაში. ამ ბერმა თავის მონასტრის ეზოში მოყვანილ ბარდაზე დაიწყო დაკვირვება. თუ მაგალითად მწვანე ბარდას შეაჯვარებ ყვითელ ბარდასთან, რაფერ ბარდას მიიღებ. ამ პერიოდში ამ კაცმა შექმნა გენეტიკა. სკოლაში რომ ვსწავლობთ ახლა თუ ბებია მაგალითად ჭღალი ყავდა, რამდენია იმის შანსი რომ შვილიშვილიც ჭღალთმიანი გამოვიდეს. X-ი და Y-ით რომ აღინიშნება ხოლმე. ეგ მოიგონა გრეგორ მენდელმა ბარდაზე მონასტრის ეზოში 1860 წელს და აქედან დაიწყო გენეტიკა როგორც მეცნიერება. ამის შემდეგ გრეგორ მენდელმა კიდევ დიდხანს იცოცხლა, თუმცა ეს მისი უნიკალური აღმოჩენა, რაც მთელი მსოფლიოს გარდაქმნას ნიშნავდა, ვერავინ გაიგო და არ მიექცა ყურადღება. ამ ყველაფრიდან დაახლოებით 40 წელი რომ გავიდა, გრეგორ მენდელის ნამუშევრები ხელახლა აღმოაჩინეს და ამის შემდეგ შეიქმნა გენეტიკა ოფიციალურად და გრეგორ მენდელი უკვე მკვდარი იყო. ახლა მოდი ცოტა წარსულში წავიდეთ ისევ. 1600 წლის 19 თებერვალს პერუში მოხდა დიდი ვულკანის ამოფრქვევა, რომელსაც ჰქვია ჰუაინა-პუტინა. ამ ვულკანურმა ამოფრქვევამ იმხელა გავლენა მოახდინა დედამიწაზე, ანუ იმდენი კვამლი ამოვიდა ვულკანიდან, რომ დედამიწა კვამში გაეხვა და მზის სხივები ვეღარ აღწევდა დედამიწაზე. ამ ვულკანის გამო რომ მზის სხივები ვეღარ აღწევდა დედამიწაზე, ამან იმხელა გავლენა მოახდინა, რომ მომდევნო 500 წელი დედამიწაზე ტემპერატურა დაეცა. ეს მომდევნო 500 წელი, მაგრამ პირველ
პირველი 2 წელი ისე დაეცა, რომ მაგალითად რუსეთში, მთლიანად რუსეთში, ზაფხულშიც კი ტემპერატურა იყო 0-ს ქვემოთ ღამე. ზაფხული თუ იყო, მაგალითად აგვისტოშიც კი ყინავდა ღამით. და ამ 2 წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობის 1/3 დაიღუპა შიმშილით. ეს 1/3 იყო დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი მასში. მაგრამ წარმოიდგინეთ, პერუში ამოიფრქვა ვულკანი და დაახლოებით 13,000 კილომეტრის დაშორებით რუსეთში მოკვდა 1/3. ამას მოყვა რუსეთის მეფის ბორის გოდუნოვის დამხობა და სხვათა შორის ამ შიმშილობის შემდეგ მოვიდნენ ტახტზე რომანოვები. ახლა უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არ ყოფილა რუსებისთვის ბოლო შიმშილობა. 1891 წელს რუსეთში ზამთარი ადრე მოვიდა. ახლა ცოტა ხანი თარიღებს მიაქციეთ ყურადღება. დროებში არ უნდა ავირიოთ. რუსეთში ზამთარი ადრე მოვიდა 1891 წელს. გრეგორ მენდელმა თავისი ნაშრომები შექმნა 1860-იან წლებში. ამ ადრე მოსული ზამთრის გამო 1891 წელს რუსეთში 9 მილიონი ადამიანი მოკვდა შიმშილით. ეს არის ოფიციალური გარდაცვლითა რიცხვი, თუმცა 36 მილიონი ადამიანი მივიდა სიკვდილის ზღვარზე. ქოლერას და ტიფის პანდემიებიც გამოიწვია ამ ყველაფერმა. დაუძლურებულ ხალხს კიდე ეს ეპიდემიები უნდოდა და ისედაც 1000 უბედურება ჰქონდათ ამ რუსეთში. თან როგორი ამბავია, ნახეთ, კარგად რომ გაიაზროთ შიმშილით სიკვდილი რას ნიშნავს. ერთი ადამიანი თუ შიმშილით კვდება, მისი მეზობელი ცხო ჟიერია. შეუძლებელია მას ბევრი რამე კონდეს. ასევე ახლომახლო ვინც ცხოვრობს, ყველა უკვე პიგზია. იმიტომ რომ ერთმანეთს უნაწილებენ, ან თუ არ უნაწილებენ, შვილები რო გიკვდება, მეზობელს არ თმევა. და აქ უკვე მორალურად მართალი ხარ თითქოს შენ თავთან და ესეთი უამრავი გარემოება შემოდის. ერთი ადამიანი თუ შიმშილით კვდება, ფაქტობრივად ასეთი შიმშილობის დროს არ ემარეთ შიმშილით სიკვდილის პირზეა. თუმცა ამ შემთხვევაში რუსეთში ცოტა სხვანაირად იყო, რადგან 36 მილიონი ადამიანი კი მივიდა შიმშილით სიკვდილის ზღვარზე. თუმცა არისტოკრატია და დიდგვაროვნები, როგორც ისტორიიდან ვიცით, საფრანგეთიდან და ინგლისიდან შემოტანილ მარწყვზე და ნაღებზე იყვნენ. და ეს გაუბაზრდათ. და ეს ყველაფერი რუსეთისთვის არა მარტო ბუნებრივი კატასტროფა აღმოჩნდა, არამედ ბუნებრივ კატასტროფას პლუს საშინელი მმართველობის სისტემა. ამ ყველაფრით მაღალმა ფენებმა ავტორიტეტი ძალიან დაკარგეს, შეიძლება ითქვას ეს იყო სწორედ ის მომენტი, რამაც მომდევნო რევოლუციებისთვის მოამზადა ნიადაგი რუსეთში. სწორედ ამ მომენტიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოვიდნენ კომუნისტები ხელისუფლებაში. კომუნისტები მოვიდნენ 1917 წელს. 1911 წელს რუსეთი იყო მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი. მიუხედავად იმისა, რომ მოძველებული მეთოდები ჰქონდათ მეურნეობაში, მაინც ხორბალი ბევრი ჰქონდათ და კიდევ. როგორც გითხარით, გრეგორ მენდელმა გენეტიკის კანონები 1865 წელს აღმოაჩინა. 1900 წელს მენდელის კანონები ახლიდან აღმოაჩინეს სხვა მეცნიერებმა. მენდელიც უკვე დაღუპული იყო, როგორც გითხარით, და თვითონ სიტყვა გენეტიკა 1905 წლიდან არის ესე გამოყენებაში. 1905 წლიდან 1887 წელს რუსეთში დაიბადა ნიკოლაი ვავილოვი, რომელიც ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება და რომელთანაც ვალშია მთელი დედამიწა მისი ღვაწლისა და განვლილი გზის გამო. რუსეთშიც იბადება კარგი ხალხი, თუმცა როგორც ჩანს, ცოტა იშვიათად. ნიკოლაი ვავილოვი იყო ადამიანი, რომლის ოცნებაც იყო მეცნიერების ძალით დაემარცხებინა შიმშილი მთელ მსოფლიოში. აღფრთოვანებული იყო გენეტიკით, გრეგორ მენდელის გამოთვლებით და მიგნებებით. ამბობდა, რომ მიწათმოქმედები უბრალოდ მსუქან საქონელს აჯვარებენ ერთმანეთს და მსხვილ ნაყოფს, თესლებს რგავენ. რაც ერთი შეხედვით ლოგიკურია, თუმცა სინამდვილეში რულეტკის თამაშს გავს. იმიტომ რომ ვიზუალით არჩევდა, შიგნიდან არ იცი. როცა შეგიძლია მათემატიკური სიზუსტით გამოთვალო და 100%-იანი შედეგი მიიღო. ეს იყო ვავილოვის ხედვა მიწათმოქმედების განვითარებაზე. ახლა ვნახოთ რა ხდება რუსეთში. რუსეთში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ისევ შიმშილია და ისევ 1000 უბედურება. კომუნისტების მოსვლამდე რუსეთში ხომ სულ შიმშილები იყო და სულ ხომ იხოცებოდნენ. მესამედიც კი გაწყვეტილან ისეთი შიმშილობა ქონიათ. მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ კომუნისტების მოსვლის შემდეგ კიდევ რა შიმშილობები ექნება. ეს ამდენი შიმშილი ვავილოვს აიძულებდა, რომ მეცნიერების ხარჯზე დაეძლია შიმშილი თავის ქვეყანაშიც და მთელ მსოფლიოშიც. თან მენდელის ნამუშევრები უკვე იძლეოდა ამ მიზნამდე ლოგიკურად მისვლის საშუალებას. ვავილოვს არ შეეძლო ნაყოფის თესლის ასე ზუსტად გაშიფრვა, მაგრამ იმას ხვდებოდა, რომ ყველა ნაყოფი და მასში ჩაწერილი კოდი არის უნიკალური. ამიტომ მან წარმოიდგინა მსოფლიოს თესლის ბანკი რომ არსებობდეს, რა კარგი იქნებოდა, რადგან ყველაფერს ერთბანდით შეადარებდა და უფრო მარტივად გაიღრმავებდა ცოდნას. ასეთი თესლის ბანკი არ არსებობდა, ამიტომ თვითონ დაიწყო ამის შექმნა. და დაიწყო მოგზაურობა ძველი მიწათმოქმედური კულტურების კერებში და რეგიონებში. ნახეთ კარგად რომ გაიგოთ რა შვებოდა. ცდილობდა ეპოვნა მცენარეების პირველყოფილი სახეები. პირველყოფილ სახეობას თუ იპოვნიდა, ახალი სახეობა ხომ ექნებოდა. ძველს და ახალს თუ დააკვირდებოდა, მიხვდებოდა რომ ამ ძველიდან ამ ახალ სახეობამდე როგორ განიცადა ევოლუცია და როგორ მოვიდა. თუ ამ გზას დააკვირდებოდა, როგორ მოვიდა ეს ძველი სახეობა ახალ სახეობამდე, ეს ყველაფერი მოგცემდა ცოდნას, რომ შემდეგ გენეტიკის საშუალებით გაგვეხადა მისი ნაყოფი უკეთესი, უმჯობესი და კაცობრიობისთვის სასარგებლო. მაგალითად, ხორბალი თუ გავიგეთ, როგორ მოვიდა პირველყოფილი სახეობიდან ამ სახეობამდე, რომელიც ახლა გვაქვს, რომელიც
რომელიც ახლა მაშინ მოვილოს ჰქონდა. ამ გზის დაკვირვებით შეგვიძლია გავიგოთ, მომავალში კიდე საით უნდა გავუშვათ, ან როგორ გავუშვათ და საით განმოვითაროთ. თუ ეს გამოვიდოდა, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა სცენარის ნაყოფს უკეთესად გაეძლო მწერებისთვის, ობისთვის, სხვადასხვა დაავადებებისთვის, რომელიც ემართებოდათ ხოლმე და როგორ მოესხათ უფრო დიდი ჯანსაღი და ნოყიერი პროდუქტი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა. ვავილოვი იყო პირველი მეცნიერი, რომელიც რუკების და ყველანაირი ინფორმაციის გარეშე გაემგზავრა ავღანეთის ტყეებში. ავღანეთის მთიან რეგიონში, რომ ეპოვნა ეს ძველი მცენარეები. ძველი ჯიშები იქ კარგად მოიპოვებოდა. ჯამში მოგზავრა 5 კონტინენტზე, კავკასიაშიც იყო და 60-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. ასევე ყავდა ძალიან ძლიერი გენიოსების გუნდი, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა მცენარის ცოდნის პროფესიონალები, მაგალითად ბრინჯის, ბარდის და ასე შემდეგ. თვითონ უშუალოდ საქართველოში არ ყოფილა, თუმცა რამდენიმე ექსპედიცია მისი გუნდის წევრებს ჰქონდათ საქართველოში. ერთ-ერთი ექსპედიცია იყო მისი კოლეგის და მეუღლის ელენა ბარულინას ექსპედიცია. ცოტა მოდი შევაჯამოთ ახლა რაც ვისაუბრეთ. ვავილოვი მთელ მსოფლიოში აგროვებს მცენარის თესლებს. ამან მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. მაშინ მოგზაურობა არ იყო მარტივი 5 კონტინენტზე და 60 ქვეყანაში მით უმეტეს, ამიტომ ამ ყველაფერმა ბევრი წელი წაიღო. ამასობაში რუსეთში მოხდა რევოლუცია, კომუნისტები მოვიდნენ, ლენინიც მოკვდა და ჩვენი გორელი იოსები მართავს იმპერიას. 1930-იანი წლებია და სტალინმა ბრძანა მიწათმოქმედების განვითარება. საჭმელია საჭირო, თორე შეახალს, ისევ შიმშილია. თან რა ხდება ამ დროს? გრძელდება კერძო საკუთრების ჩამორთმევა. ამას ყველაზე უფრო მდიდრები ეწინააღმდეგებიან, რადგან მეტი დასაკარგი აქვთ. ამიტომ სტალინმა მთელი კლასის განადგურება სცადა. კულაკების. გაკულაკება ალბათ გაგიგია სიტყვა და მაქედან მოდის. კულაკებს ეძახდნენ დიდარ გლეხებს. საბჭოთა კავშირი იყო ძალიან უცნაური რეჟიმი. საწყისებში იყო განსაკუთრებით ასე. შეიძლებოდა მტერი გამხდარიყო არა ვიღაც ადამიანი ან ოჯახი, არამედ მთელი ფენა საზოგადოების. ეს რამდენად სიგიჟეა ნახეთ. მოდი ცოტა თანამედროვე პარალელი მოუძებნოთ. დღევანდელი მაგალითით რომ თქვათ ასეთი რამე. წარმოიდგინეთ უცებ ასეთი კანონი რომ შემოვიდეს. ორი მანქანა ვისაც ყავთ ოჯახში ქვეყნის მტერია და უნდა ჩამოგერთვას. მანქანები კი არა, ყველაფერი საერთოდ რაც გაგაჩნია. და შენ თვითონ წახვიდე შრომით ბანაკებში სადღაც დასაკარგავში. შემდეგ ამ კანონს ცოტა პროპაგანდა მიეხმარება და იტყვის, ხო აბა, ორი მანქანა რა თუნდაც. ერთით ვერ ივლით? ხო, ხალხი დაშინებულია ისედაც ვერ ბედავს ვერაფრის თქმას და რორამე გამართლებასაც პოულობენ, რომ ხო რა, ორი მანქანა რა თუნდაც. მართლა, ერთით ვერ ივლიან? მოდი ახლა ცოტა გავართულოთ ეს მაგალითი. თქვენ 200 ლარზე მეტი ვისაც გაქვთ ოჯახში შემოსავალი, თქვენ სახლკარი უნდა ჩამოგართვან და დაგიჭირონ, რადგან ქვეყნის მტერი ხართ. პროპაგანდა ითხოვდა, რომ 200 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ ტომარით პურის ფქვილი იყიდო და ოჯახში პურის ფქვილი არ გამოგელიოს და პური. საჭმელი კონდეს ოჯახში და მეტი რა სიჭირდება და ქვეყანას როცა უჭირს, შენ მეტი რატო გინდა საერთოდ? შენ არ გიყვარ შენი ქვეყანა და მტერი ხარ სახელმწიფოსი. აი ასეთი სიგიჟე დაემართა მილიონობით ადამიანს და დაიწყო ჰოლოდომორი, მასობრივი შიმშილობა, შიმშილის სიკვდილი. ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ მაღალი შემოსავალი, აიგრძალათ საკვების ქონა საერთოდ. მილიცია მიდიოდა ოჯახებში და თუ რამე საკვები ჰქონდათ, ხორბალი, კარტოფილი, თხილი ან ნებისმიერი რამე, ეს ყველაფერი მიჰქონდათ. და თუ რამე ისეთი ჰქონდათ ოჯახში, რასაც ვერ წაიღებდნენ, მაგალითად, მომზადებული ბორში, უქცევდნენ და უფუჭებდნენ ეგეთ საჭმელებს. ეს ყველაფერი დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა და 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მძაფრად უკრაინას შეეხო ეს ყველაფერი. რადგან უკრაინელი გლეხი შედარებით მდიდარი იყო ვიდრე სხვა საბჭოეთის მაცხოვრებელი გლეხი. უკრაინელებს ბევრი ხორბალი ჰქონდათ და ამიტომ გლეხის დონეც მაღალი იყო შემოსავლის კუთხით, ხორბალის ხარჯზე. ერთ შეხედვით ხო პარადოქსია, მდიდარი თუ არის უფრო მეტი საკვები უნდა ჰქონდეს წესით. თუმცა ზუსტად მაგის გამო დაისაჯენ სტალინისგან. ასევე უკრაინელებთან ერთად ყველაზე დიდი დარტყმა ვინც მიიღო, ეს იყო კავკასიის მთებში მცხოვრები ხალხი და იქ ახლომახლ. წარმოიდგინეთ, მეცხვარეს რომ ეტყვი 100 ცხვარი რა თქინდა, ჩვენ ერთიც გეყოფა და დანარჩენი ქვეყანას უნდა მისცეო. ის მეცხვარე ხო არ დათანხმდება ამას ასე. შესაბამისად, მის მიმართ უფრო რადიკალური ზომების მიღება საჭირო და ეს რადიკალური ზომები კიდე არ მოერიდებოდათ. ანუ ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფრის ჩამორთმევაზე, იმათ კიდე უფრო არისად ექცეოდნენ. ან თლად კლავდნენ, ან ართმევდნენ ყველაფერს, ან ასახლებდნენ. ჰოლოდომორზე თავიდან მკითხულობდი მახსოვს, რომ ეს იყო შენ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე mind-blow რაღაც. რადგან მაგის ანალოგი საერთოდ არაფერი არ გამიგია ისტორიაში. და რაღაც აზრობრივ ექსპერიმენტში. და ამ საკითხზე აუცილებლად ცალკე ვიდეოსაც გადავიღებ. მაგრამ ამაზე რომ გადავიღებ ვიდეოს, ძალიან მძიმე მოსასმენი იქნება და ამიტომ დიდი ხანი ვიკავებდი თავს, რომ არ გადამიღო. თუმცა რადგან ამ ვიდეოს ვიღებ, იმასაც გადავიღებ. ჰოლოდომორის დროს ოჯახის წევრები ჭამდნენ ერთმანეთს და ამ ჭამას იწყებდნენ ყველაზე მცირე ასაკის ადამიანისგან. და მორალური არგუმენტი ჰქონდათ, რომ უფროსებს მაინც გადაარჩენენ. მაგალითად უფრო შვილებს. და ეს არ იყო ერთი-ორი შემთხვევა, ის იყო მასიურად ქალაქებში და სოფლებში. შეიძლება არ დაიჯეროთ ეს ინფორმაცია და იფიქროთ, რომ ამდენი ადამიანი ვერ გაგიჯდებოდა და ერთი-ორი შემთხვევა თუ არის, ან მე ვაზვიადებ, ან ისტორიაშია გაზვიადებული ანამი. და შეუძლებელია მილიონობით ადამიანი ეგრე გაგიჯდეს, რომ ეგეთ კანიბალიზმზე გადავიდეს ოჯახის წევრების. და ეგ ლოგიური არგუმენტია, მაგრამ ნეტა ეგრე იყოს. სამწუხაროდ ამ ყველაფრის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოები, ფოტოები, წერილები, თვითონ კომუნისტების
აღწერები, მილიციის რეპორტები და დოკუმენტები, თვითონ მილიციამ გამოავლინა ათასობით ასეთი ფაქტი, რაც პროპაგანდის გადამუშავებული კიდე. ხო და ათასობით ასეთი ფაქტის დაფიქსირება რომ მოუწიათ ოფიციალურად მილიციაში, რომელიც კიდე ჩაკორექტირებული იყო დიდად. მაგის მიღმა რა ხდებოდა წარმოიდგინეთ. რაც არ აღწერეს, რაც ვერ აღწერეს, რაც დამალეს. ისტორიაში ხომ ძალიან ბევრი სისასტიკე ექსმენიათ, რაც უშვება დამპყრობელი ქვეყანა დაპყრობილს. ვაზი აუჩეხიათ, მარილი მოუყრიათ მიწაზე, რომ იმ მიწაზე ამ დაპყრობილი ქვეყნის შთამომავლობასაც არ გაეხარა. მაგრამ ჰოლოდომორის დროს კომუნისტებმა თავიანთ ხალხს რაც უქმნის, ჩემი აზრით ეგეთი არაადამიანობის მასშტაბი ალბათ არ არსებობს სხვა. ერთი ეგ და მეორე კიდე ჩერნობილი. რადიაციის გაჟონვის შემდეგ ხალხი ძნებოდა პირდაპირ ესე და ალბომი ჩაატარეს ეპიცენტრში ისე ვითომ არაფერი არ ხდებოდა. გერმანელების ჰოლოკოსტი ხო საშინელებაა. იაპონელებსაც უამრავი არაადამიანობა აქვს ნაკეთები და რავი ბრიტანეთის იმპერიას და ესპანელებს და ყველას. იმიტომ რომ ყველა იმპერიალისტური ქვეყანა იყო ეგენი მით ჩამოთვალილი და კიდე ბევრი არის ჩამოსათვლელი, მაგრამ ზოგმა ევროპელმა დამპყრობელმა დაპყრობილ ქვეყანას სულ ხელები დააჭრა. ცალცალი 1000 საზღვრობა მომხდარა, ხო, მაგრამ ძირითადად ისტორიაში რაც ხდება ესე, ერთი ქვეყანა რომ მეორეზე ძალადობს, ძირითადად არის სულ დამპყრობელი და დაპყრობილი. და კომუნისტები იმიტომ არ ზრდება ამ პატენტში, რაშიც ხვევი, რომ კომუნისტები უკეთებდნენ ამ ყველაფერს საკუთარ ხალხს. თვითონ იდეოლოგია იყო ისე მოწყობილი, რომ მტერი სხვა ქვეყანა რომ იყოს და სხვა ქვეყნის ძებნა კი არ არის საჭირო და ჩვენ კი არ ვართ მაგრები აქ. მტერი არის იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მატარებელი ადამიანი თუ აგერ შენს გვერდით ცხოვრობს, ესეც ისეთი მტერია, რომელიც სიკვდილით უნდა დაისაჯოს. კომფორტულად გინდა იცხოვრო, მაშინ შენ მტერი ხარ და უნდა მოკვდე. არ გიგონოთ რომ მხოლოდ ფინანსური ამბავი იყო ეს ყველაფერი. განათლებაზეც ეგრე იყო. თუ თქვენ გინდათ განათლებული ყოფილიყავით, თქვენც მოკლავდნენ. განათლებული ფენისგან წმენდაც იყო. დიდრებისგან ხო იყო წმენდა და განათლებულებისგანაც იყო წმენდა. განათლებული კიდე შეიძლება რაღაცა გეგონოთ ტერმინივით, მაგრამ არა. უბრალოდ წიგნების კითხვაც რომ ყვარებოდათ, მაინც მოხდებოდით იმ კატეგორიაში მოსაკლავების. ჩვენც უამრავი გენიოსი დაგვიხვიტეს და ვინც გადარჩა იმათაც კიდე კომუნისტების საქებარი რაღაცეების წერა უწევდათ. პროპაგანდაში მონაწილეობაც უწევდათ და ამის მიუხედავად მაინც იყო თან რისკი რომ მაინც შეიძლება დაეხვიდათ. დახვედა იცით როგორ ხდებოდა. ადამიანს თავის სახლში რომ ეძინა, მოაკითხავდნენ ღამით, წაიყვანდნენ და იმ ადამიანზე ვერავინ ვეღარაცროს ვეღარაფერს ვეღარ იგებდა. მისი ცოლი ან დედა, მამა, ოჯახის წევრები ისინიც ვერაფერს ამბობდნენ, იმიტომ რომ იმათაც ეშინოდათ რომ მეორე ღამით იმათაც წაიყვანდნენ. და ესე საზოგადოება ცხოვრობდა და ვიღაცები ქრებოდნენ ღამით და დილით მეზობლები ან ნათესავებიც კი ვერ იკითხავდნენ ხოლმე, სად არიან, რა მოხდა, რა სინამდვილეში ყველა მიცოდა სადაც წავიდნენ და სადაც წაიყვანეს უბრალოდ. და ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობას რომ კომუნისტების დრო ენატრევათ, ისინი მოესწრნენ კომუნიზმის დასრულების ფაზას, სადაც ეს დახვრეტები და მკვლელობები შესუსტებულიც იყო და გამქრალიც და საზოგადოების ფენებიც რამდენიმე ათწლეულის წინ გადაფილტრული. საბჭოთა კავშირის საწყისებში საერთოდ სხვა ქვეყანაა და სხვა რაღაცეები ხდება. და საერთოდ მე რომ მკითხოს კაცმა, საბჭოთა კავშირი არის ის პერიოდი, როცა სტალინი ცოცხალია. იმიტომ რომ სტალინი იცავს იმ სიმკაცრეებს, არაადამიანობას და ეგეთ რამეებს. და სტალინის სიკვდილის შემდეგ უკვე ინერციით მიდის დაშლისკენ, იმიტომ რომ რაზეც დგას ეს რეჟიმი, ამ საშინელებებზე ყველაფერი ნელ-ნელა სუსტდება. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ ჩვენი ვიდეოს თემას. 1922-1923 წლებში ჰოლოდომორმა დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი მოკლა, როგორც გითხარით. ვავილოვი ამ დროს აგროვებს თესლებს და მეცნიერების განვითარებას ცდილობს. მას უნდა რომ თავისი ხალხი იხსნას პირველ რიგში და შემდეგ მთელი მსოფლიოც. რადგან მას სწამს რომ მეცნიერება არ არის ზოგადად ვიღაცის საკუთრება. როცა რაღაცა მნიშვნელოვანს აღმოაჩენ ცხოვრებაში, ის ეგრევე ყველასია. ჭეშმარიტ მეცნიერებს ამის სწამდათ ხოლმე, რაც ნამდვილად ასე უნდა იყოს ჩემი აზრითაც. ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ. კომუნისტები ზოგადად რაღაცეებში იყვნენ ძალიან მაგრები. ერთ-ერთი რაშიც ძალიან მაგრები იყვნენ იყო პროპაგანდა. სამწუხაროდ მათი პროპაგანდის ნარჩენები ახლაც არის დღეს ჩვენს კულტურაში ჩალექილი ისევ. მაშინ ამ შიმშილების დასაძლევად აამუშავეს თავისი პროპაგანდის ხაზი, რომ მიწათმოქმედებაში აქვთ უდიდესი გარღვევა და ამიერიდან აღარავინ იშიმშილებს. რადგან მათ ყავთ გენიალური მეცნიერი აგრონომი ტროფიმ ლისენკო და ეს ტროფიმ ლისენკო ისეთი მაგარია, მეცნიერება, მათემატიკა და ფორმულები კი აჭირდება. სხვა ქვეყანაში ხეტიალი და თესლების შეგროვება ვავილოვით, რომელიც არ მოსწონდათ, რადგან მთელ მსოფლიოში ავტორიტეტი იყო. არამედ ლისენკო გავა ყანაში, თავ-თავ შეხედავს და მორჩა, შიმშილი დამარცხებულია. მან ყველაფერი იცის და მთელ საბჭოეთში ხორბალი იბიბინებს. ვავილოვი დადიოდა ამ დროს და უკვე 250,000 უნიკალური თესლი ჩამოიტანა. მას დახვდა უდიდესი შიმშილი და საბჭოური რეჟიმი. თუმცა დაბრუნებისთანავე მან იმხელა განძი ჩამოიტანა, რომ მისი მცენარეთა ინდუსტრიის უნივერსიტეტი, რომელიც ლენინგრადში იყო, გახდა მსოფლიოში უდიდესი გენეტიკური საცავი მთელი მსოფლიოსთვის. ვავილოვს კომუნისტები აღარ უშვებდნენ სხვა ქვეყანაში. ვავილოვის უდიდესი ავტორიტეტის გამო მსოფლიოს სხვა მეცნიერებს უნდათ ლენინგრადში გადმოეტანათ მსოფლიო გენეტიკის ცენტრი.
ვავილოვის გუნდი მუშაობდა, ახარისხებდნენ ამ ჩამოტანილ თესლებს, აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ, რომ გადაერჩინათ უამრავი ადამიანი შიმშილისგან. და ნელ-ნელა ისე მოხდა, რომ საბჭოეთში შიმშილისგან რომ გადარჩენილიყვნენ ამისთვის ორი ფლანგი გამოიკვეთა. სხვადასხვა იდეებით. ერთის მეთაური იყო ვავილოვი თავისი თესლის ბანკით და თავისი მეცნიერული მეთოდით, გრეგორ მენდელის ინსპირაციით რაც მიიღო. და მეორე მხარეს იყო პროპაგანდის მიერ გაპიარებული ლისენკო. ახლა მე დანკინის ყავს დავლებო, რადგან დანკინი არის ჩემი არხის ახალი სპონსორი და მომავალ ვიდეოებშიც მოვწურბავ ხოლმე. ვიდეოს ჩაწერისას ყავისტრობა მიყვარდა ისედაც სულ. ნახეთ რა საინტერესოა ლისენკოს ლოგიკა როგორი იყო. ლისენკო ამბობდა, რომ ჟირაფებს იმიტომ აქვთ გრძელი კისერი, რომ მიწვდეს მაღალი ხის ფოთლებს, მაგრამ რატომ გაეზარდა ჟირაფს კისერი? სხეული თვითონ მიხვდა, კისერი გაიზარდოს, რომ შემდეგ ფოთლებს მიწვდეს? დიახ, ასე ესმოდა ლისენკოს. და თუ თქვენც არიცით როგორ მუშაობს რეალურად ეს ყველაფერი, შეიძლება თქვენც ეგრე გეგონოთ, მაგრამ მოდი აგიხსნით ცოტა ხანში. ლისენკო ფიქრობდა, რომ თუ ჟირაფის სხეული მიხვდა, რომ კისერის გაზრდა კარგი იქნება, რადგან მაღალ ფოთლებს მიწვდეს, იგივენაირად იფიქრებს მაგალითად ხორბალიც. თან ხო ეგრე მუშაობს, კარგი ნაყოფს დარგავ, კარგი ნაყოფი ამოდის, ცუდ ნაყოფს დარგავ, ცუდი ნაყოფი ამოდის. და რომ ამას ამდენი მეცნიერება, თელ მსოფლიოში ხეტიალი და რაღაცა მათემატიკა. მაგრამ რომ იცოდეთ, და ალბათ ბევრმა თქვენგან აიცის. ჟირაფის კისრის სიგრძე იმიტომ ამხელაც არის, რომ ეს არის გენების შემთხვევითი მუტაციის შედეგი, რასაც სჭირდება მილიონობით წელი. ახლა უნდა გაიგოთ, რასაც აგიხსნით და ეს თქვენს ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარებათ. გამოგადგათ, რომ მე ასე მგონია. როცა იფიქრებთ ხოლმე ზოგადად რაღაცებზე, ამის ცოდნა დაგეხმარებათ აზროვნების პროცესის სწორი მიმართულებით რომ წავიდეს. უნდა იცოდეთ როგორ მუშაობს შემთხვევითი მუტაცია. ამას რომ გააცნობიერებთ, თქვენ როგორც ადამიანი, თქვენი ცნობიერებით ახალ საფეხურზე გადახვალთ. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ასე დამემართა. ამის გასააზრებლად ყველაზე პრაქტიკული მაგალითია დათვები. რატომ არის ტყეში ჩვეულებრივი დათვი და რატომ არის ყინულებში თეთრი დათვი? როგორ დაბალანსდა ეს ასე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ავა დაფიქრდით. ნახეთ, რამხელა გაიზარდა. დადი ხა ის თაკინის ყავაა. წავიდა ის რაღაცა სასუზნავები აქვს თავისი. საიდან მიხვდა დათვი, რომ თუ ყინულებში ცხოვრობს, უკეთესი იქნება რომ თეთრი იყოს. ან მოდი დავუშვათ რომ დათვი მიხვდა ამას, რომ ყინულებში ჯობია თეთრი შეფერილობის იყოს. ანუ როგორ შეიღებავს? როგორ გაფერადდება? ხო ვერ გაფერადდება. სინამდვილეში პასუხი ასეთია. გენების შემთხვევითი მუტაცია ხდება სულ ყველაფერში საერთოდ. ადრე სამ თეთრი დათვები საერთოდ არ არსებობდნენ მუქი დათვები. დაბადებისას ერთ-ერთი შემთხვევით დაიბადა თეთრი, რადგან დაბადებისას ერთ-ერთი გენი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დათვის ბეწვის ფერზე, შემთხვევით გადაიწერა არასწორად და ერთი ბელი დაიბადა თეთრი. ყინულებში დაბადებული თეთრი ბელი სრულიად შემთხვევით უკეთესი მონადირე აღმოჩნდა, ვიდრე მისი დაძმა. მსხვერპლი ვერ ამჩნევდა, ადვილად ეპარებოდა, მზის სხივებთანაც უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ყინულები ირეკლავს მზეს და აი ესე ზოგადად რომ ვთქვათ, უკეთესი უნარები აღმოაჩნდა იმ ადგილისთვის. უკეთესად გადარჩა, უკეთესად გამრავლდა და მისი შვილიც თეთრი დაიბადა. და როცა გავიდა მილიონობით წელი, ყინულებში დარჩნენ მხოლოდ თეთრი დათვები და მთებში პირიქით მუქები, რადგან მთებში თეთრი რომ იყოს არაპრაქტიკული იქნება. ნაკლებად გადარჩენის უნარიანი გამოვა. ახლა წარმოიდგინეთ, სიცოცხლის ნებისმიერი სახეობა, ნებისმიერი ცვლილება ამ პრინციპით მოვიდა აქამდე. ადამიანის ინტელექტიც ეგრეა. დიდი ინტელექტის მქონე ადამიანს უკეთესი უნარები აქვს გადასარჩენად. შესაბამისად, უფრო მრავლდება, უფრო ტოვებს შთამომავლობას და ასე გაუთავებლად. ამიტომ ესე უხეშად რომ ვთქვათ, ყოველ წელს უფრო ჭკვიანია საზოგადოება, კაცობრიობა ვიდრე წინა წელს. სიმაღლეც ეგრეა სხვათა შორის რომ იცოდეთ. რაც დრო გადის, ადამიანი სიმაღლეში იმატებს და ხელის მტევანი გვეზრდება. ადრე რომ ადამიანები უფრო მაღლები ვიყავით, ეგ ტყუილია. სამარხები არის მაგის დასტური. მომავალში ადამიანები კიდევ უფრო მაღლები ვიქნებით და ხელები კიდევ უფრო გაგვეზრდება. დაუბრუნდეთ ახლა სტალინის საბჭოეთს. ბოლო-ბოლო სტალინს უნდა გადაეწყვიტა ლისენკოსთვის დაეჭირა მხარი თუ ვავილოვისთვის. სტალინმა ლისენკო აირჩია და საერთოდ რომ იცოდეთ, სტალინის ინტელექტის დასაწუნად ეს არგუმენტი მოხდა ხოლმე. წარმოიდგინეთ, ტიპი დაიბადა გორში, სოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი იმპერია შექმნა, შეიძლება ყველაზე, ასე აფასებენ ხოლმე. ქვეყანა ჩაიბარა, სადაც ყველაზე განვითარებული ტექნოლოგია იყო გუთანი და სანამ მოკვდა უკვე მის ქვეყანას ატომური ბომბი ჰქონდა. და ეს მართალია. ბევრი წიგნი წაიკითხა და ახლობით 20,000. როცა ადამიანები ესაუბრებოდნენ, ვერავინ ვერ ატყუებდა და პირიქით. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და ყველაფერს ხვდებოდა. უამრავი მითი ამასთან დაკავშირებით მის სიბრძნესთან და გენიალობასთან. ზოგი მითია, ზოგი ტყუილია, ზოგი რეალობაც იქნება. მაგრამ ასე უხეშად რომ შევხედოთ, მართლა ეგეთი მაგარი რომ არ ყოფილიყო, ესეთ რაღაცებს ვერ შექმნიდა, მაგრამ რამდენად მაგარი იყო, ეგ მოდის ხვემა იგამათონ მაგაზე. მე მეზარება. რამდენად დიდიც არ უნდა ყოფილიყო მისი გენია, ეს სხვა მსჯელობის საკითხია საერთოდ. ფაქტად გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ სტალინი მოკვდა ისე, რომ გენეტიკა ვერ აღიარა, ანუ ვერ დაიჯერა, რომ გენეტიკა არსებობს და ამას უწუნდებენ ხოლმე მის აზროვნებას. ერთი ვარიანტია, რომ ვერ დაიჯერა გენეტიკის, თუმცა მეორე მხრივ რომ წეფიქრა, რომ გენეტიკა მართლა მუშაობს, თვითონ გენეტიკა კომუნიზმის იდეოლოგიასთანაც მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ ვერც დაიჯერა
დაიჯერებდა საჯაროდ. ეს მოდი აზროვნების თავისუფალ სივრცეთ დავტოვოთ, უბრალოდ საჯაროდ ვერ დაიჯერა თუ მართლა ვერ დაიჯერა. მაგრამ ფაქტია რომ ვერ დაიჯერა და კომუნისტთან წინააღმდეგობაში რატომ მოდის ნახეთ. შენი მამა კი არ არის მთავარი ან ბაბუა, მთავარია ამხანაკი. ამ საკითხს ახლა არ გავშლი უფრო ფართოდ, მაგრამ ერთ პატარა მაგალითს მაინც გეტყვით. კომუნისტების ერთ-ერთი უდიდესი გმირი იყო ერთი ბიჭი, რომელმაც მამა დაახრეტინა, როცა მამამ შიმშილობის დროს მოიპარა სიმინდი. ეს სიმინდი მოიტანა სახლში, ჭადები გამოაცხო და მისი თვალშვილი გამოკვება. ოჯახი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილისგან. ამის შვილი შემდეგ წავიდა მილიციაში. მამაჩემ სიმინდი მოიპარაო, ქვეყანას მოპარაო. ეს მამამისი მოკლეს და ეს ბიჭი გახდა კომუნისტების გმირობის სიმბოლო. ასეთ სისტემაში გენეტიკის ადგილი არ არის. სხვა სამყაროა საერთოდ, სხვა რაღაცები ხდება. თან ვავილოვი, რადგან სახელგანთქმული ადამიანი იყო, იფუთებოდა როგორც დასავლეთის აგენტი. ლისენკო იყო სახელგანთქმული საბჭოურ გაზეთებში. ვავილოვი მთელ მსოფლიოს მეცნიერებათა წრეში. კომუნისტები იყვნენ ათეისტები. არც ერთი რელიგია უნდა ყოფილიყო, არც ქრისტიანობა, არც ისლამი და არაფერი საერთოდ. საოცავების ადგილზე ლენინის პოსტერებს კიდევდნენ ხოლმე. ეკლესიებს და მეჩეთებს ანგრევდნენ. ადამიანი უნდა ყოფილიყო დაცლილი რელიგიისგან, გენეტიკისგან და ყველაფრისგან. თავარი იყო მხოლოდ იდეოლოგია ეს თავისი. სტალინმა ხო აერჩია ლისენკოს მიმართულება. ლისენკო ისევ ჟირაფზე ფიქრობდა და ამბობდა, რომ თუ ჟირაფმა გაიზარდა კისერი, ფოთლებს რომ მისვდენოდა, ხორბალიც ეგრე იზამს და ხორბალი უნდა დავასვეოთ ცივი წყლით, ცივ წყალში ვამყოფოთ დარგვამდე, ცივ წყალში და სიცივეში. ამიტომ ხორბალი გამოიმუშავებს ყიდმაგამძლეობას, როგორც ჟირაფმა კისერი გაიზარდა. და ეს ყიდმაგამძლეობის მქონე ხორბალი, როცა დაითესება, გაიზრდება ყიდმაგამძლე და რუსეთში აღარ მოიყინება ხორბალი და ზამთარში ეგნებად ხორბალი და შიმშილობა დამარცხდება. ეს იდეა გახდა თელი საბჭოთა კავშირის შიმშილობისგან გადარჩენის გეგმა. ვავილოვი ამ ყველაფერს საჯაროდ შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ დასრულებული ხორბალი ვერ გადაარჩენს ხალხს. წინააღმდეგობა გაუწია და ეს არამეცნიერული და საშინელი იდეა დაუწუნა საჯაროდ. ამიტომ ვავილოვი თავისი არსებობით გახდა პრობლემა. პრობლემები როგორ გვარდება საბჭოთა კავშირში კი იცით თქვენც. თუმცა რადგან მეცნიერულ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, ესე პირდაპირ სად ვერ გააქრეს. თუმცა მისი ძმები გააქრეს. გააქრეს ეს ბჭყალებში. მისი ძმების გაქრობის შემდეგ ვავილოვი დააპატიმრეს უცხო ქვეყნის აგენტობის ბრალდებით და აწამებდნენ მანამ სამ არ აღიარებდა. დაახლოებით 1700 საათი აწამეს. 400-ზე მეტი დაკითხვის სესია ჰქონდა. ამდენი ხნის წამების შემდეგ აღიარა. ეს აღიარაც ბჭყალებში. როცა აღიარა, უკვე დახვრეტა მიუსაჯეს. მაშინდელ დახვრეტაზეც რიგი იყო და თან მოსკოვში უნდა დაიდასტურებინა. ეს მოსკოვს დავეკითხები და რაღაც იქიდან მოდის. მარტო დახვრეტაზე არა, ყველაფერზე მოსკოვს უნდა დაიდასტურებინა. და მოსკოვი ყველაფერს ერთად ხო ვერ ადასტურებდა და ყველაფერზე რამდენიმე თვიანი ელოდიანი მაგით უწევდათ. ეს ვავილოვის დახვრეტაც გაიწელა ამ პროცედურების გამო. ვეღარც დადიოდა უკვე და მომაკვდავი იყო ნახევრად საკაჩი. როგორც გითხარით, ვავილოვის უნივერსიტეტი იყო ლენინგრადში და მისი გუნდი იქ მუშაობდა. ახარისხებდნენ ამ ჩამოტანილ პირველ ყოფილ თესლებს და აჯვარებდნენ. ცდილობდნენ, რომ ძლიერი ჯიშები გამოეყვანათ და მართლა გადაარჩინათ პლანეტას შიმშილისგან. ამ დროს ჰიტლერმა დაარტყა საბჭოთა კავშირს და ლენინგრადი გახდა მალევე ამ ბრძოლის ერთ-ერთი უდიდესი ეპიცენტრი. ლენინგრადი მოხვდა ბლოკადაში და ჯერ კიდევ 1941 წლის შობის პერიოდში ლენინგრადში 4000 ადამიანი დაიღუპა შიმშილით. 4000 ადამიანი რომ დაიღუპა შიმშილით, როგორც შიმშილზე ზემოთ ვისაუბრეთ, სხვა დანარჩენი ადამიანებიც სიკვდილით შიმშილთან ახლოს არიან. მაგრამ ეს იყო დასაწყისი. ამის შემდეგ კიდევ თითქმის 3 წელი იყო ლენინგრადი ბლოკადაში. გერმანელების მიერ დაიყო თვეები, როცა რამდენიმე თვიანი გადაბმული სრული იზოლირებაც ჭირდა ლენინგრადს დანარჩენი საბჭოეთისგან. ამიტომ ვერაფრის მიწოდება იქ ვერ ხდებოდა. ლენინგრადის ბრძოლები ზოგადად იმდენად ლეგენდარული და წარმოუდგენელია, რომ მეორე მსოფლიო ომზე თუ რამე თამაშს აკეთებენ, ლენინგრადის ტური სულ გამორჩეულია თავისი სირთულით და სიმძაფრით და სიკვდილით. წარმოიდგინეთ, ქალაქი ბლოკადაშია, საჭმელი 1 წელია გამოილია, ტემპერატურა -40 გრადუსია, ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია, თან შიმშილით სიკვდილი როცა იწყება, იქ პატერნი ყოველთვის ერთმანეთს გავს. ჯერ საკვები მარაგები იცლება, შემდეგ წყვილფეხა საქონელს ჭამენ, ძროხებს ცხენებს, შემდეგ ჭამენ კატებს და ძაღლებს, შემდეგ მღრღნელებზე გადადიან, შემდეგ გარკვეული პროცენტი კანიბალიზმზე გადადის. სამწუხაროდ ეს ლენინგრადშიც მოხდა დიდი დოზით. მხოლოდ 1942 წლის რამდენიმე თვეში პირველ ნახევარში 2000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირა პოლიციამ კანიბალიზმის ბრალდებით, ვინც დააპატიმრა უშუალოდ. ეს არის თან ძალიან მოკლე პერიოდის სტატისტიკა. თან მილიციისგან შემცირებული, თან რამდენი დარჩა დაუფიქსირებელი ომიანობის და დანგრეული ქალაქის პირობებში კიდევ ცალკე ამბავია. სიტუაცია არის ასეთი. ქალაქი დაახლოებით 2 წელია გერმანელების ბლოკადაშია, ასევე თითქმის 2 წელია საკვები გამოილია, -40 გრადუსია, სოლევი არის ქუჩაში და ხალხი კვდება პირდაპირ ქუჩაში, სულ ამდენი დამშეული ხალხი, რომელსაც ყველა მტერი გონია თან, თუ ვინმეს დაინახავს უცხოს გონია რომ ის უცხო ამას მოკლავს და შეჭამს. ასეთი საშინელი სურათია. და ამ დროს ამ ქალაქში არის ვავილოვის თესლების ბანკი, სადაც რომ შეაჯამო,
რამდენიმე ტონა საკვებად ვარგისი პროდუქტია. თავიდან ვავილოვის ბოტანიკოსებმა შეიმუშავეს ასეთი გეგმა, რომ დღეში უნდა აჭამოთ მხოლოდ 2 ნაჭერი პატარა პური. ეგეთი რაციონი ჰქონდათ. სტალინისთვის ეს ვავილოვის თესლების ბანკი არაფერს ნიშნავდა და ალბათ არც გახსენებია. თუმცა ჰიტლერმა ზუსტად იწოდა მაგის მნიშვნელობა. SS-ის სპეციალური დანაყოფის არსებობდა ამ ბანკისთვის რომ მიეგნოთ და მიესაკუთრებინათ. ვავილოვი ამ დროს რომელიღაც ციხეში სადღაც ცოცხალმკვდარი იყო და ბოლოს შიმშილით გარდაიცვალა. რაც ბედის ირონია. ჯამში ლენინგრადი თითქმის 3 წელი იყო გერმანელების ტყვეობაში. რაღაც სასწაულით გერმანელების კონტროლ ქვეშ ეს ქალაქი ბოლომდე არ აღმოჩნდა. ამ დროის მანძილზე მოკვდა დაახლოებით 800,000 ადამიანი. ვავილოვის ბოტანიკოსებს დღეში 2 პურის ნაჭრიანი რაციონი დიდი ხნის წინ გამოელიათ და წარმოიდგინეთ, გამოელიათ და შიმშილით დაიხოცნენ. ისე, რომ ერთი ნამცეციც კი თავისი ტონობით შეგროვებული განძიდან არ შეუჭამიათ. წარმოიდგინეთ, ნახევარი დღე რომ გაატარო, ისე რომ საჭმელი არ ჭამო, მუცელი გაწუხებს და თავრუ გეხვა და ცუდად ხარ. შიმშილით სიკვდილი გრძელვადიანი პროცესია და ერთ თვეზე იძლევს ადამიანი საკვების გარეშე. და შიმშილით მოკვდნენ თან ირგვლივ იყო ტონობით მცენარის თესლი და არ შეჭამეს. ეს არის სრული სიგიჟე და გმირობის არნახული დონე. ამ ყველაფრის შემდეგ ტროფიმ ლისენკო, რომლის ხორბლის დასვენების გეგმამაც რა თქმა უნდა არ იმუშავა. კიდევ 20 წელი იყო საბჭოეთის მიწათმოქმედების და აგრონომიის საკითხებში ერთ-ერთი მთავარი. ბოლოს ამხილეს სხვა საბჭოელმა მეცნიერებმა, რომ არაფერი იცოდა და სისულელეებს აკეთებდა მთელი ეს დრო. სტალინის შემდეგ დაიწყო სტალინთან ბრძოლა და ანტიგმირი გახდა და მისი პროპაგანდა შემოუბრუნდა. თუ მანამდე გმირი იყო და ღმერთი იყო სტალინია, მისი სიკვდილის შემდეგ პირიქით ყველაფერი მას ბრალდებოდა. ამიტომ სტალინზე სიკვდილის შემდეგ საბჭოელები თვითონ ვავილოვზე სხვანაირად ალაპარაკდნენ. მცენარეთა ინდუსტრიის უნივერსიტეტს მისი სახელი ეწოდა, დღემდე არსებობს. მსოფლიო დონის თესლთა საცავზე კი გესაუბრეთ ვიდეოს დასაწყისში და ვავილოვის და მისი გუნდის მონაპოვარია. და საერთოდ რომ იცოდეთ, ჩვენ ახლა რასაც ვჭამთ, დიდი ალბათობა იმისა, რომ ბოტანიკოსებმა რასაც სიცოცხლე შესწირეს, მათი შრომის და ღვაწლის ნაყოფია. თუ ვინმეს ეს ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული და ჩემი არხი გამოწერილი, ცოტათი მეწყინება იცოდეთ. და რომ მეწყინება ცხარე ჩელენჯებს და TikTok რეაქციებს გადავიდებ. თუ ყავთ მეგობარი, რომელიც ჭკვიანია, დაულინკეთ ეს ვიდეო. და მე ვეცდები ისეთი მაგარი ვიდეოები გადავიღო, რომ შემდეგ შენმა მეგობარმა დაგილინკოს შენ, როგორც ჭკვიან ადამიანს. და ზოგადად რომ იცოდეთ, მე ძალიან ჭკვიანი გამომწერები მყავს. მადლობა და გემრიელად მივიდეთ.